1300 დოლარამდე მაინც დაგვიჯდა. სასწაულად დიდი ხარჯების გაღება უწევთ. რომელ ხასიათს ვიქნები დიდი ალბათობით იმას ჩაკეთებ. მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი თანამედროვე მერხი, მე მისი სამყარო ანა ვარ. დღეს ვისაუბრებთ ბანკეტებზე. ვინაიდან ეს ძალიან აქტუალური თემაა, დღევანდელი ჩვენი პოდკასტის თემაც სწორედ რომ ბანკეტები შევარჩიეთ, სასკოლო ბანკეტები. დღეს ჩემთან ერთად არის ანი, რომელიც წელს ამთავრებს სკოლას. ანია, როგორ აღწერდი შენ სკოლაში, შენს კლასში, როგორი მდგომარეობა? აი, უფრო აღელვებულები ხართ თუ ვერასნაირად დაძაბულები ამ ბანკეტების გამო? აღელვებულები ვართ უფრო. ჯერ სკოლას რომ ვთავრობ მაგის გამოც და ახლა ბანკეტები. ეიფორიაში ვართ, ჩემს კლასში უფრო ყველა. რაღაც კუთხით წესეონაგრძნობა არა? კი, რაღაც როგორც სკოლას რომ ვთავრობ, თქოს უფრო გავიზარდეთ და ცხოვრების ახალ ეტაპზე ვიწყებთ გადავდივართ და უფრო ვღელავთ მაგის გამო. როგორ გამოხდება იქ ჩვენ ცხოვრებაში, როგორ მივიღებთ. ყველაზე დიდი დრამა, ასე ვთქვათ, ბანკეტის დაგეგმვაში რას მოყვა? აი, ადგილის არჩევას, ტანისამოსის შერჩევას. საერთოდ კლასში ადგილის შერჩევას, იმიტომ რომ ზოგს აუზიანი და ზოგს არ უნდა აუზიანი და უფრო მაგიტოდა ჩემთან უფრო ტანსაცმელს, იმიტომ რომ ვერ ვიგებდი როგორ ტანსაცმელი მეყიდა, პირველ დღეს რა ჩამეცემ, მეორე დღეს რა ჩამეცემ და ესე ლუქს ვერ ვაწყობდი. ბოლოს რამე მოიფიქრე? ბოლოს რამდენიმე ლუქი ავარჩიე და დაახლოებით რომელიც რომელ ხასიათს ვიქნები დიდი ალბათობით იმას ჩაკეთებ. აი, კარგი იდეა. როდესაც რამდენიმე ვარიანტი გაქვს ასარჩევის, ხო და შორის აი მსგავსი კუთხით არასდროს არ მიფიქრია. აი, მეც მქონია ბანკეტი და რამდენიმე ვარიანტი არ მქონია. ერთი ვიცოდით რომ უნდა ჩაგვეცვა და ესე არ მიმდგომი ვარ საკითხს და ძალიან კარგი იდეაა სხვადასხვაშორის, იმიტომ რომ თქვათ იმ წუთას ის არ მოგერგო ან არ მოგწონს ან რაღაც ალტერნატიული ვარიანტი გქონდეს და სტრესი აიცილო თავიდან ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით ოჯახი. რამდენად დიდია სოციალური ქსელების გავლენა ბანკეტის დაგეგმვისას? დღესდღეობით ვხვდებით, რასაც ქვია იდეალურ ბანკეტებს სოციალურ ქსელში და აი ყველას უნდა რომ რაღაც მსგავსი ბანკეტი ჰქონდეს. აი, თქვენ თუ განიცდით ამ წნეხს? კი, ჩვენ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ჯერ მარტო ის ადგილი, სადაც გვინდა და ხოლმე რა შევარჩევთ და რაღაცა მე უფრო თითქოს უკეთესი ხდებოდა. კიდე რომ დავრეკავდით რაღაცა, იმაზე უკეთესი ხდებოდა და ვეღარ ვიგეთ რომელი გვინდა და ასევე არის დაგეგმაც რა, როგორც სხვები აკეთებდნენ ხოლმე თუნდაც იქ რამეს რო დგავენ ცეკვა ან რამე, ესეთი რაღაცეებიც რა უფრო უკეთესი და განსხვავებული რო ყოფილიყო. ხო. არც ის გინდა რომ სხვებს მიბაძოთ ალბათ. არც ის გინდათ რომ რაღაც ამოვარდეთ. იმ სტილიდან რაც ბანკეტი უნდა იყოს. დიდი წნეხია საკმაოდ. თანა იმდენი ბანკეტია უკვე გადაღებული, იმდენი რომ ძნელია რომ რაღაც განსხვავებული გააკეთო. შედიდან შენი ტანისამოსი მითხარ რომ ლუქები აწყე. როგორ შეარჩიე? აი, რაშიც კომფორტულად გრძნობ თავს ისინი არჩიე თუ რაღაც მოდის ტენდენციებმაც იქონია გავლენა შენზე? სხვადასხვა ლუქი მაქვს მეთქილზეთ მაგაზე გავამოყოლებ ყოველდღეს რომ ერთი ზუსტად მოდური და მეორე ერთადერთი კომფორტულად ვიქნებოდი. ხარჯებზეც მინდა გკითხო. საკმაოდ ძვირი სიამონება ბანკეტი ცოტა არ ჩდება. რამდენად რეალურია დღესდღეობით რომ დავგეგმოთ ბიუჯეტური ბანკეტი? თემად არარეალურია, იმიტომ რომ ჯერ მარტო ის ბინის ქირა, მერე იქ საჭმელი, პლუს გადაღება იქ ბანკეტის და ბოლოს არის ცალკე თანხა არის და ჩემი აზრით ძალიან ძვირია მართლა. ხო, ერთი დღისთვის მართლა ძალიან დიდი ხარჯები ჩდება. მესმის რომ ვთქვათ მთელ ცხოვრებაში ერთხელ ხდება ეს, მაგრამ ძალიან აი ძალიან მდგომარეობაში შევდივარ ხოლმე მშობლების მდგომარეობაში, იმიტომ რომ არ ვიცი, სასწაულად დიდი ხარჯების გაღება უწევთ. თუ საიდუმლო არ არის, აი რა გიჩნდებათ ეს ბანკეტის ხარჯები ყველაფერი ერთად? ჩვენ ყველანაირად ვიცოდეთ რომ მაინც იმდენად ძვირი აღარ გამოგვსვლოდა და ბოლოს არის მე მივდივართ სახლი ვიქირავეთ და იმდენად ძვირი აღარ გვიჯდება, თუმცა იყო ისეთი შემთხვევები რომ დავრეკეს და გავიგეთ რომ ერთი დღე ერთი პერსონა 1000 ლარი ღირდა, 2000 ლარი და ესე ძალიან ძვირი ღირდა და ეხა გვიჯდება 900 ლარი ორი დღე. ორი დღე რომ წავიდეთ. ამაში ალბათ უბრალოდ სადმე წასვლა შედის, თორემ საჭმელი და დანარჩენი ყველაფერი ჩვენ უნდა მივიტანოთ გადაღება და რაღაცა ეგენ ცალკე.
და მთლიანობაში აი თავის გადაღება ეს ადგილი, ლოკაცია და თქვა ტანსაცმელი და ყველაფერი დაახლოებით სადღაც 3000-დან მაინც დაგვიჯდა. სერიოზულად ახლა. ნახეთ საერთოდ ყველა რო ეს აკეთებს, მე თქვენს სხვანაირად რაღაცა დონი არის ასე ვთქვათ, რადონის კომენტაც ვეღარ გააკეთება. ბანკეტი ჩვენთვის რას ნიშნავს? აი სკოლის დამთავრების სიმბოლოა თუ უბრალოდ აი რაღაცა წვეულება, დიდი წვეულება? სკოლის დამთავრების სიმბოლოა და ალბათ ძალიან ბევრსაც ვიტირებ მაგას. გულწრფელება. კი. სკოლაში რო ვარ ხოლმე ვერ ვიაზრებთ, რამდენად გვიყვარს სკოლა, ხო? მაგრამ მე რომ უკვე თავდება გინდა არ გინდა იმ კლასელებს ხშირად ვეღარ ნახულობ, რა თქმა უნდა გენატრებიან. ახლა სულ ნატრალობთ ხოლმე სკოლა დამთავრებენ და ახლა რა ვიცი რომ კომაიში რომ ამთავრებ ძალიან წყვება გული. მეც ისე მენატრება. სკოლაში როცა დავდიოდი და იმდენი გაკვეთილები ისინი იმდენი ისე მინდოდა მათ დაკონთავრებინა და მე რა უნივერსიტეტში რომ დავიწყე სწავლა. უნივერსიტეტში იმდენად ბევრი გქონდა სასწავლი რომ ახლა სკოლის გაკვეთილებს ნადრობდით ხოლმე. აქვს რომ მგონია რომ რაღაცა უნივერსიტეტში ჩააბარებს და მორჩა დამთავრდება მეცადინეობა. არა დამჯერე რომ უარესია. თუ ისწავლი უარესია. რა თქმა უნდა სწავლა თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ რაოდენობას თუ შევადარებთ, რამდენად ბევრია უნივერსიტეტში სასწავლი, ყველაზე დიდი შიში რა გაქვს ამ დღესთან დაკავშირებითანი? ანუ მინდა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, მაგრამ მაინც მიშინია რომ თვითონ ბანკერის დღეს რა მოხდება, ან ფეხსაცმელმა როგორ ვიქუსლიანებით, იმიტომ ძალიან მოგწევს მარცხნაზე როი დავცდილებ რომ მაგრამ იქ არ ვიცი როგორ იქნება, ან კიდევ საჭმის დროს რამე არ გადამისხას და მაგრამ ძალიან ნერვულობ რომ მინდა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. მესმის შენი. როდესაც ამდენ შრომას, ენერგიას თანხასდებ ერთ დღეში გინდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, მესმის ყველანაირად შენი. თუმცა აი შემორჩება იქნება რომ რაც არ უნდა მოხდეს, ეცადა რომ განწყობა არ გაიფუჭო. აი რატომღაც მაინც ესე ხდება ხოლმე რომ როგორ იდეალურადაც არ უნდა გვინდოდეს რომ საქმე გამოვიდეს, რაღაცა მაინც ისე არ გამოდის და ხშირად ამის გამო ბავშვები ძალიან იმფუჭებენ ხოლმე განწყობას და მე ნერვები ეშლებათ რომ აი ამაზე რატომ ნერვიულობდი, იმიტომ რომ ხო შემიძლია დრო კარგად გამეტარებინა და შემორჩება იქნება რომ რაც არ უნდა მოხდეს, ეცადა რაღაც სერიოზული თუ არ მოხდა, განწყობა არ გაიფუჭო. როგორია ბანკეტის შენი იდეალური ვერსია? ჩემი იდეალური ვერსია ისეთი წარმომიდგენია ბანკეტზე, რომ როდესაც მივართ, კარგად გავერთობით ის გადაღებების შემდეგ ყველანაირად და ჩემი არის რაც აქამდე ერთად კლასს არ გვიტარებია და რაღაც ყველა ისტორიას მოვუყვებით ერთმანეთს, ძველ დროს გავიხსენებთ და შემდეგ კიდევ ყველანაირად გავერთობით კარგად, ისე რომ იქ დღე დაუვიწყარი იყოს. ბოლო კითხვა მოგვს შენთან, რას ურჩევდი იმ მოსწავლეებს, რომლებიც წელს ამთავრებენ სკოლას, რა რჩევას მისცემდი? თავიდან რომ ფსიქოლოგიურად შემზადონ, იმიტომ რომ მე თავიდან არ შემზადებოდი და ეხლა რო ანალიზებ ძალიან მიჭირს და ხარჯებთან დაკავშირებით კიდევ თავიდანვე რომ მოიმზადონ რა მშობლებმა, რომ თუნდაც მე ბოლოში მართლა არ გაუჭირდეთ ამ ხარჯებთან, იმიტომ რომ არც რაც არ უნდა იყოს, მაინც ბევრ ხარჯებთან არის დაკავშირებული ბოლოზარი, ბანკეტი, ან თუნდაც სადმე რომ გადაწყვეტენ მოგზაურობა, ეგეც კი. და ყველანაირად გადადონ, არ ვამბობ რომ არ ისწავლონ, უბრალოდ უნდა ისწავლონ კიდევაც და ყველაფერი ანუ ისწავლონ, კარგად მოიმზადონ, თუმცა ამავდროულად კლასელებთან და სკოლაშიც უნდა იარონ და კლასელებთან გაატარონ მეტი დრო, იმიტომ რომ შემდეგ ეს დრო უკან აღარ დაბრუნდება. როგორც კიდე იყოს, შემდეგ კლასელებს ისეთი ხშირად ვეღარ ნახავთ, შეიძლება თქვა წელიწადში რამდენჯერმე მოახერხოთ ხოლმე შეხვედრა კარგ ვარიანტში. სამწუხაროდ ეს ხდება რომ ზოგჯერ წელიწადში ერთხელაც ვერ ვახერხებთ და ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ როდესაც ამდენი წელი ამ ბავშვებთან იყავი და შემდეგ უცბად ეს ურთიერთობა წყდება, სულსადგენია რა და ეს მართლა ის ბოლო პერიოდი ყველანაირად ეცადეთ რომ ერთად და კარგად გაატაროთ. 12 წელი დიდი დროა ამდენი მოგონებები რო გვაყვარებს ადამიანთან. დიდი მადლობა რომ ჩემ პოდკასტში იყავე. მადლობა თქვენ. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. იმედია რომ ყველაფერი ისე ჩაივლის როგორც შენ გინდა. ასევე თქვენს ვინც წელს ამთავრებთ, გისურვებთ რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს და იმედები არ გაგიცრუოთ ამ ბანკეტმა. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი. შევხვდებით შემდეგში.